დილა მშვიდობისა, ღმერთო როგორც ივა. წავედი კლინიკაში, როგორც იქნა. ავაყენე საშველი. დილს გავიღვიძე. მოუწესრიგდი რაღაცა და ჩვეულებრივად იყო ყველაფერი. მე შევედი ვანაში ხელის გადასაბანად კიდე ერთხელ და ანდრეი პასას პირს წყნარი ყინულიანი. Aki rato ez, არ მოდის თბილი. გამორთე, ჩავრდე, არ მოდის თბილი. ხო, თურმე გამორთულა გათბობის ქვაბი. ხო და ძლივ ჩავრდეთ, გავიყინეთ სრულიად. თანაც ავჩაწერე ექიმთან მეთქი, ალბათ ვერ წავალ. თუ ეს გაფუჭდა, სახში სიცივია, როგორ დავტოვებს. და მიკრიტრია, მე ჩავრდეთ. ეს იყო წნევა გამოსაშვები თუ რა ჯანდაბარი. Амокаченди ваше какой. Такая нежная. А смотри, мы калитка. ვნახოთ რა ვიყიდეთ. ეს ძვებია აქციაში იყო. ეს კარგული ხო? ეს მე და ბავშვი. ეს ერის. იცი? და რაღაცა მანგოს სუფლეს გემოდიო ახმედი. კაკაო რომელიც აქციაში იყო. შებოლივი ფრითები, რომელიც ძალიან მიყვარს. და პიცა. ნომერი 1. პიცა. ნომერი 2. ეხა ჩაიყავით და მივიხო. აი ეს. საღამო მშვიდობისა შემოტკბილებო, ძვირფასებო და კარგებო, როგორ ახართ დღეს ვიდეო. კარგად ამიღია. უბრალოდ ფრაგმენტები გადავიღე და ეხლა აგერ ჩაის ყავას ვაკეთებ, წყალი დაგვიწყდა. დილას იყო და ის არინთებოდა. გამათბობელი ეხლა ის წყალი დაწყდა. ხო და ეხლა მოგიყვებით დღევანდელ ჩემს ამბებს. როგორც იქნა დავადგინე გისაშველი და წავედი გინეკოლოგთან. არა რა წავსა? არ შეიძლება ამას ეგარ გაუვა. ამას უსვამდა იმას. აი, თაკომრო გამომიგზავნახენ, აი ამ პერმანენტს. ევი, ნო. მოიცა ზედა გაიკლებინა. ეს. ჩავშიც არ მოწაისო და მარტო იმაზე შეუპე. ჩაახები. დავადგი როგორც იქნა საშველი, წავედი ექიმთან, ხალხო მეთქი. ხო ვიყავ მისასვლელი 9 წლის წინ. ამას არ წაუსვა. და მეთქი საახალწლოდ ან ახალწლამდე მაინც არ გადავდო ეს საქმე და მივიდე. ხო და გადავწყვიტე და დღეს ავდექი და წავედი. ჩავეწერე. მართალია დილას ანუ ნახეთ როგორი ამბავი მქონდა დღეს. გუშინ ვაჯანჯალე გუშინ საღამოს არ გავემზადე
ხო და მე ევა დაწვა მულტფილმი ჩამართვენა მე მეძინება უკვე 2 საათი იყო და მეთქი ახლა შევავთქო და გადავეწერები მეთქი რომ სოფიას 18-ში აქ დაბადების დღე და გადავეწერები მეთქი და 19-ში ჩავეწერები 19-ში წავალთქო და მთელი საღამო შევდიოდი გაგუას ის რო აქვს აპლიკაცია იმაში და მთელი საღამო ხალხო ეგეთი რაღაც არასოდეს არ ყოფილა რაც მე მანდ ვეწერები სულ აპლიკაციით არა დარეკვით არამედ აპლიკაციით და ერთხელ არ გაუჭედია პროგრამას და გუშინ როცა დღეს ვიყავი ჩაწერილი არ მინდა და გადავწერებულიყავი რო გაჭედა ესე იგი მთელი საღამო გაჭედი იყო შევიდოდი ვაფშე გამოვთავდი ჩავხურავდი აპლიკაციას სიცოცხლე ხო და შევიდოდი თავიდან დავაჭერდი იმას რა ქვია ჩაწერას და ასე ტრიალებს მთელი არა ეს არ გამიფუჭო გთხოვ მეგობარმა მაჩუკა ბლანკამ ხო და მთელი საღამო ესე ტრიალებს და ტრიალებს ბუნოვნავს იყო ხო და ნუ ვერ გადავეწერე და მეთქი აი დილას გადავეწერებით ხო და ესე იგი გამეღვიძე ჯერ 3 საათზე მე დავიძინე და ჩემ თავს ვუთხარი რომ გამაღვიძე მეთქი 6 საათზე ყოველთვის და ჩემ თავს ვეუბნები რომ აი ამ დროს გამოღვიძე 7:30 იყო ხო და მე ავდექი და მეზარება ხა წარმოვიდგინეთ როგორია რომ ევა როგორ გიხდება Oh my god. ეხლა წარმოვიდგინეთ როგორია ეს ეს 30 ლარიანი ის იყო სხვადასხვა თან აქციაში ვიყიდა. დილას ნამძინარებზე რო გწივა და რო უნდა ადგე და იმას ქნა. შეხვიდე და დაიბანო, თან გაყინულია ის ოთახი. ხო და ნუ მაინც შევედი დავიბანე. თავი არ დავიბანე, იმიტომ რომ ციოდა დილას და დამეზარა. ნუ ტანიას თავარია. ყველაფერი მოუწეს რიგდი რაღაცა და იმიტომ რომ ვიფიქრე რომ მაინც ვერ დავიძინებდი, მაინც ადრე გამეღვიძა და მეთქი რაღაცა გადავდო და წავალ. ვინც არის ის გინეკოლოგია საუბარი და უნდა გამეკეთებინა კონირება. 6 თვის წინ გავიკეთე კოლპოსკოპია, მითხრეს წინ 2 და მითხრეს რომ კონირება იყო გასაკეთებელი. გავიკეთე ბიოპსია, მითხრეს რომ ცუდი არაფერი იყო, იმიტომ რომ თავიანთ ძალას შეეშინდა იქიმსაც და მე ძალიან შემეშინდა და ანუ მე რომ გავიგე რომ ცუდი არაფერი იყო, იკა მე რომ გავიგე რომ ცუდი არაფერი იყო, ესე დავიკიდი და აღარ მივედი. თან სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ანუ ჩემთვის დისკომფორტი და რაღაცნაირი ისეთი იყო რა, იქ მისვლა. ხო. და მოკლედ ეგ კიდე ცალკე თემაა და რა ვიცი, არ ვიცი ვილაპარაკებ თუ არა მაგაზე, მაგრამ თუ ვილაპარაკებ, მე სხვა დროს ცალკე ვილაპარაკოთ მაგაზე კიდე. ხო, მოკლედ დღეს უნდა მივსულიყავი ლალისთან, ლალი თუჯიშვილთან, ვინც იცის გაგუაში. და პირდაპირ ვფიქრობდი, რომ კონირებაზე მივდიოდი. და დილას მე რომ თავიბანე, მერე ქვაბი გაჩერდა, აღარც გათბობა იყო სახლში, აღარც ისენ თო რა ქვია, რაღაც თბილწყალი მოდიოდა და ნუ ეხა ბავშვი რო გაიღვიძებდა, ესეთ ამბავში ვერ დავტოვებდი და ვიფიქრე, რომ ეხა თუ ეს გაფუჭდა, თქვა რა მაქვს. ანუ ეს თუ გაფუჭდა მეთქი, ხა დღეს ვერ წავალ, თქვა და ხელოსნებს გამოვიძახა, ნუ ყველანაირად რომ ვცდილობ რომ გადადო რა, მაგრამ ისევ ის ჭირდა, რაც ადრე წნევა ის გამოუშვით დავარეგულიეთ და მოკლედ ჩაირთო. მოკლედ ავდექი და წავედით ქალბატონ ლალისთან, რომელმაც მითხრა, რომ ძვირფასოდეს საყვარელო კი გაიკეთე შენ კოლპოსკოპია 6 თვის წინ, მაგრამ 6 თვის წინამდე ვიძახა მე კონირებას ვერ გაიკეთებ. კი, კოაგულოგრამა გაქვს, სინჯი გაქვს გაკეთებული, მაგრამ ჯერ უნდა გავაკეთოთ კოლპოსკოპია და დღეს მითხრა კოლპოსკოპია. და რომ გამიკეთა კოლპოსკოპია, თქვა რომ სასწრაფოდ არის გასაკეთებელი კონირება. რას ჭამს? ნუ არ შეიძლება ამის განადება და არის გასაკეთებელი სასწრაფოდ. ვკითხე, კიბო არის მეთქი და არ არისო, მაგრამ წინარე მდგომარეობა არისო და ნუ ბიოპსია კიდე რა სიტყვის ღმერთმა იცის და მე რეკოტის რო ვკითხე, მითხრა 90%-ო არ იქნებაო და 10%-იც თუ იყო, ანუ იქნება ისეთიო.
სრულიად განკურნებად, იმიტომ რომ წინორი მქონდა ზაფხულში და წინსამის მერე დგება კიბო და ამას კიდე ჭირდება წლები. და ასე უცებ არაფერი ისეთი არ უნდა იყოს, ხო? თუმცა ძალიან შემეშინდა, რა თქმა უნდა, წარმოიდგინეთ ისე, რომ აი საერთოდ დანაპირს არ მიხსნი და კარპურში, მე წავედი კარპურში, შევედით კარპურში და ფაქტიურად არაფერი არ გადამიხია. ხო, აი დღეს სანტამ ევას ეს გამოუგზავნა, ძალიან დიდი მადლობა სანტას და უკვე რამდენი ღარ, რამდენი შეჭამის? მარტო ევას არ უჭამია, მაგრამ სულ შეუჭამია თყურში. შენი რარდებს დაწვეთი და დაყოფი. ერთი. Santa. სანტა. ეს ცალება ხა. ტოფი. ხოჭი ტოფი რა კაი რამე. აი. ერთი ცალება, აი ყურეთ ხოლმე. ეს დღეს შეიძლება სამი ცალი და სამი ცალის ძმამრიელი, აი არ ვიცი, ძალიან მოწონს. გერმანიიდან არის ჩამოტანი და ძალიან დიდი მადლობა. იმ უსაყვარლეს ადამიანს, ვინც ევას ეს გამოუგზავნა. ხო. ხო და მოკლედ ეს ვიყიდეთ პიცები, აი არაფრის ხალისი არ მქონდა, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, ხა მე რო იქ რამე არ გადამიღო, ხო არ შეიძლებოდა, მაგრამ არაფერი გადამიღია. ფიქრობ, რომ ეხა რომ მე რამე ცუდი მქონდეს, როცა შეიძლებოდა, რომ დამჭირდეს რაღაც პროცედურები, ოპერაცია, მე კიდე რაღაცები და მაშინ როცა შეიძლება ეს ყველაფერი თავიდან ამერიდებინა, მithumetes ეს ჩემის მაგალითის მე ძალიან გავბრაზდი ჩემ თავ და მე ისაცემი ხარ ქალო და მოკლედ ასე. ხო, და მაშინ სკრინინგ ცენტრში მივედი, მე სკრინინგ ცენტრი არის იმაში. აი ეს ვიცით რა ვიცი. მესაც ვიყავ დიდუბე წერტილი 69 და მან თუ წინორი და წინსამზე კეთდება, წინორიდან წინსამში არის გარდამავალი რაღაცა ჩემი. ტოფია? ტოფი. ხო, ამას ქვია ტოფი, ნახე? ტოფი. ხო და ეს შეიძლება გაკეთდეს უფასოდ. ეხა 400 ლარი, არა ისეთ ფულიო დაგაქცევს, მაგრამ წინას დაახარწლოთ 1000 რაღაცა არის და თან ვიკითხე რა მეთქი თუ ჩემთვის არის პროფესიონალი. სხვა რაღაცებში არ დამიზოგია ფული და გამაშტაბზე გქონდა, მაგრამ ესეთი პროფესიონალია, მისჭეს ის ხალი. ერთად საქართველოშია. მაგასთან მივდივარ ხვალ. ნახეთ, ძუძუს კვლევები 40-დან 70 წლამდე არის უფასო. საშუალო წლის 25-დან 60-მდე უფასო. მსხვილი ნაწლავის 50-დან 60-მდე, 70-მდე და პროსტატის 50-დან 70-მდე უფასოა. არ ვიცი რამდენი ხანში ერთხელ შეიძლება. წელიწადში ერთხელ თუ 6 თვეში ერთხელ. მაგრამ ძალიან კაი რაღაცა არის. ჩემთან პირობა მივეცი, რომ აი ამის მერე აუცილებლად ყოველთვის როცა მეტყვის ექიმი ესეთი ცივი საყინულია. ახლა შემოვიტანე. ზუსტად მაშინ მივა, უტკბესი მანდარინია. არ გადავდებ. ყველა პროცედურას გავიკეთებ დროულად. რა დედა? მოიცამო. მოვა. ხოდა მოკლედ. ახლა მინდა თავის დაბანა. ხო, 18-ში მითხეს. ეს კოლპოსკოისა რა ქვია, კორნირება. თამის სოფიას დაბადების დღეა.
მეთქი ჩემი მეგობრის დაბადების დღე შანსი არა თქო და არ შეიძლება გადადებაო. ახლა ნახოთ ის ხალი 100 მეტყვის. თუ ის ხალი 19-ში მეტყვის 19-ში გავიგეთებ და 18-ში სოფიასთან მივა. გუშინ საღამო შევთანხმდით გეგმები დავალაგეთ და ძალიან მინდოდა ეგ მინდა. ამიტომ ნახოთ აბა რას მეტყვის. დღეს ვიყავით და არ იყო ის ხალი. ხვალ არის ხვის მეორე ნახევარში. შევჭამ და ეგ იქნება. მივატან მანდარინს. დედას გულის ვარდია. და ამ ხოლმე დედასი. ახლა თავის დაბანა მინდოდა წყალი დაწყდა. ისე უკვე მეკითხა დღეს სოფის ნუჩქარი, ძალიან ლამაზია, ულამაზესია. ერთი პირველად რომ მოვიხსენ, ცუდ მოვიხსენ და ცუდ იკვრება. მაგრამ არ მზურება. Вообще. Да. Რამდენი ძებია? ძებია დღეს კარპურში. 4 კილო. 4 ლიტრი. 4 კილო და წონა. ეს რომ იმედია ყველაფერი კარგად იქნება, გავუფრთხილდეს ხალხო ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ჯანმრთელობის, მშვიდობის და თავისუფლების ფასი ამ ქვეყანაზე არ არის არაფერი. ეს სამი თუ გაქვს, ჩათვალე ყველაფერი გაქვს. ყველაფერი შესაძლებელია. ესენი გამომილაგ ქალბატონმა დახსნა ყველა. წაუსა თავის სათამაშო. ეს იკამოძრებს გახსნა, მე ვერ გავხსნა. ერთი არის. საერთოდ იყო გადაჭერი. მე არა, გაჭერი იყო, ჩამხმარი იყო. ეს თაკოს გამოგზავნილია. აი, ამათ წაუსვა. ეტყობა. ამათაც მე პეპაზიც უნდოდა და ატყავს მე. მოგერთეს ჩვეფასება. აი, თითქოს მქონდა. იყო ხა ძალიან კოცნით და წავალ ხა მექნება რელაქსის საღამო. დალაიქით ვიდეო, გამოიწერეთ არხი. ყურხეთ. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, თავისუფლებას.